შეფასებებთან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რამე უნდა ითქვას და ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე. რომ საქართველოს შარშან ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ის იყო ლიდერი მაშინაც და რჩება დღესაც ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით და რა თქმა უნდა ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, არ იყო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამიტომ ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, ეს იყო უსამართლობის დღე. შესაბამისად, ამ კანდიდატის სტატუსის მონიჭება უპირველეს ყოვლისა იქნებოდა ამ უსამართლობის აღმოფხვრა. თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ევროკავშირზე არის და მის შეხედულებებზე ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი საქართველოს წინაშე, განგვეხორციელებინა. ეს რა თქმა უნდა მიმდინარე პროცესი არის. ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში ქონდა ასევე აქტიური თანამშრომლობა ევროკომისიასთან და თქვენ ნახეთ, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერმა და რამდენიმე NGO-მ ატეხეს მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ამას როგორ გაეცა პასუხი ევროკავშირის ელჩის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ მჭიდრო კომუნიკაციით და თანამშრომლობით იქნა შემუშავებული ეს ცვლილებები. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა და პოზიტიური დინამიკა ჩვენ გვაძლევს იმის იმედს, რომ შეფასებაში იქნება ბევრი პოზიტიური ასე ვთქვათ დამოკიდებულება ჩვენს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან მინიჭებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას და რამდენიმე NGO-ს დამოკიდებულებას, ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ხვდებიან, რომ ისინი საქართველოს ისტორიის არასწორ მხარეზე იდგნენ ამდენი ხნის განმავლობაში, ცდილობდნენ ყველანაირად ჩაეშალათ პროცესი. გაიხსენეთ, გაქვთ ტელევიზიებს, გაქვთ ამის საშუალება, თქვენ მაყურებელს შესთავაზოთ მთლიანად კადრები, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი, დაწყებული ბოიკოტიდან სამუშაო ჯგუფების მიმართ, პარალელური პროცესების დაწყება, შემდეგ კანონპროექტების შემუშავებაში არ მონაწილეობა, ხმის არ მიცემა, იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ევროკავშირმა მოიწონა, მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა რადიკალური ოპოზიცია და NGO-ების ნაწილი, პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ პარლამენტის წევრებზე, რომ ხმა არ მიეცათ ლევან იოსელიანისთვის, ნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა მოიწონა. იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე. ამიტომ, რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის, რომ ნაწილი ოპოზიციისა არის ბოლო შტურმის ეტაპზე, ცდილობენ რომ რამენაირად ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, ნახეს რა პოზიტიური განწყობა და არის ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ გარდაუვალი არის, ან დიდი ალბათობა არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ეხლა ცდილობენ აი იმ გემიდან, რომელშიც ისინი ძალიან კომფორტულად იყვნენ წელიწადნახევარი ანტიქართული ორგანიზაციების გემი, აქედან რაიმენაირად მალე გადმოხდნენ. და ესე ვთქვათ, რაღაცნაირად შეახდნენ იმ მატარებელს, რასაც ქვია ქართული ხალხის ევროპული მატარებელი. ოპოზიციური მედიაციის რადიოთამაშების მიკანიზმის ასეთი ინფორმაციას, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსზე თავარი დათქმა იქნება, რომ საქართველოს დაუწესოს სამცებებსაც რამდენად რეალური არის ეს ინფორმაცია. ალბათ ჟურნალისტის განცხადებები, რა თქმა უნდა, რთულია და კომენტარო სერიოზულად, მაგრამ ჩვენ ხედავთ ამ ცდელობას ოპოზიციის მხრიდან და რამდენიმე NGO-s მხრიდან. ჩვენ ნახეთ გრასის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის სტატია, რომელიც ის პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა პირობად დაუდგეს რუსეთისთვის სანქციის დაწესება და სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა, ანუ მისი გათავისუფლებას გულისხმობდა დიდი ალბათობით. და ხედავთ, მათ შორის იყო სტატია სოროსის ფონდის წარმომადგენლებისა, ხედავთ, რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, მათი განცხადებები, მათ შორის რამდენიმე NGO-s ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი პირდაპირ ამბობენ ერთი, რომ საქართველოს არ ემსახურებს კანდიდატის სტატუსს და მაგრამ რამე იქნება იყოს რაღაცა მინიჭება და თუ კი მიანიჭებთ, მაშინ იმ შემთხვევაში იყოს დათქმები რუსეთისთვის სანქციის დაწესება, მიხეილ სააკაშვილი და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ არის შტურმი საბოლოო, ასე ვთქვათ, გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და იტოვებენ იმის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი იყო
მათი შტურმი იყო უშედეგო, რომ იქნებ რაიმენაირად დაამძიმო. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას, თუ კი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის არც ნატო და არავინ არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესება და ყველა ხვდება. რუსეთისთვის ორხრივი სანქციების დაწესება ეს ნიშნავს პირველი ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში და ეს დათვლილი არის, რომ -10% გვექნებოდა, ანუ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ კი დავაწესებთ სანქციებს და მეორე ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ ირიბად სხვადასხვა პროქსი ჯგუფების გამოყენებით თუ ასე შემდეგ, ანუ ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა თუ ორგანიზაცია საქართველოსთან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ მაშინ უნდა მოეცათ ეკონომიკური უსაფრთხოების და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ ხედავთ, რომ ეს ჯგუფი მათ შორის ოპოზიციის და რამდენიმე პოლიტიკური მათი მფარველი ჯგუფები უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში რაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს, ეს უბრალოდ აჩვენებს რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის ვიცით, რომ ბრიუსელში ჩადიან რამდენიმე მათი წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო, ასე ვთქვათ, შტურმი მიიტანონ ქართული ხალხის ევროპულ მომავალს. პოზიტიური მოლოდინი არის. სამი შესრულებულია, 9 შესაძლებელია, ხო? ამ დროს, რომ თუ მოგცეს სტატუსი და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, დათქმები როგორ ვფიქრობთ, ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ რეკომენდაციების შესრულება ხო თქვენი ვალდებულება. სამი შესრულებული 900 არ არის, რა თქმა უნდა. თქვენ საუბრობთ ივნისის შეფასება, ივნისის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და ეხლა საქმეც იმაშია, ეხლა უნდა ხელახალი შეფასება გამოგვეყოდეს, ხომ? და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ევროკომისიასთან მუშაობთ იმ საკითხებზე, რომელიც ღია იყო, რომ დამატებით საკანონმდებლო ცვლილებები მიგვეყო, თუ სხვა რაღაც პრაქტიკული ნაბიჯები გადაგვედგა, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ 3-ზე მეტი იქნება. თავისთავად და შესაბამისი, რა თქმა უნდა. და შესაბამისი აისახება ეს ყველა. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებლად გამოცხადდება, არც საქართველოს, არც უკრაინის და არც მოლდოვის მიმართ, იმიტომ ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ აქ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყვეტს, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევა, მე-12 რეკომენდაცია, ერთჯერადი საკითხია, ავირჩიეთ, დამთავრდა ამ საკითხი. მაგრამ მაგალითად დეპოლარიზაცია, ეს არ არის ერთჯერადი საკითხი, ეს არის განგზობითი პროცესი. და რა თქმა უნდა, ამას ევროკავშირი უფრო ხანგრძლივ ჭრილში აკვირდება, ისევე როგორც მაგალითად მოლდოვის შემთხვევაში საჯარო სამსახურის რეფორმა. ეს არ არის საკითხი, რომელიც კანონის მიღებით წყდება, ხო, მარტო. იქაც დარწმუნებული ვარ, ასეთი საკითხები არ იქნება ბოლომდე ჩახურული, არამედ განგზობითი. ზოგადად ჩვენ ინტეგრაციის პროცესი ეს არის განგზობითი პროცესი. წლები დაჭირდება ევროკავშირის ჩვენ გაწევრიანებას და ეს ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება ყოველთვის დღის წესრიგში. დეპოლარიზაციას გარდა რომელი საკითხებია? ხო, რაც შეეხება მოგცემენ, შემდეგ დააკვირდებიან, რომ განსაკუთრებულად როგორ ჩატარდება 2024 არჩევნები, რომ თუ კარგად ჩატარდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრით. თავისთავად, უბრალოდ კიდე ერთხელ ერთი რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რა თქმა უნდა, თავისთავად, რომ ევროკავშირი ეს ეტაპი უკვე კანდიდატის სტატუსზე სხვა პასუხისმგებლობის დონეზე გადადის, მათ შორის კანდიდატი ქვეყანაც. და ევროკავშირიც უკვე სხვა ინსტრუმენტებს თავს ამ ურთიერთობაში დაკვირვებისა და ანალიზისა თავისთავად 2024 წლის არჩევნები იქნება დაკვირვების ობიექტი, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის
რომ ამ ხრივ იყოს ჩართულობა დიდი, ვინაიდან ხედავთ უკვე აქედანვე რისკებს, რომ ეს იქნება არჩევნები, რომლის წინაც იქნება ძალიან დიდი ნიაღვარი დეზინფორმაციის, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ოპოზიციას არ აქვს რეალური დღის წესრიგი, ისინი ცდილობენ რომ ემოციებზე იმუშაონ. ამიტომ თავისთავად ეს იქნება მუდმივი არამხოლოდ 2024 წლის არჩევნები, მომავალი არჩევნებიც იქნება მუდმივი დაკვირვების პროცესის ობიექტი, ვინაიდან დემოკრატიული განვითარება ქვეყნის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კოპენჰაგენის კრიტერიუმებისა, რომელთაც საბოლოო ჯამში ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბატონიშალა იგივე თემაზე მაგრამ კითხვა შეიძლება ეს სავარაუდოდ ბატონი სამი რეკომენდაცია და შესაბამისად ქვეყანას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. აი როგორ უნდა გავიგოთ და აღვიქვათ ეს გზავნილები, აი შუალოდ ურანგარიშები. მეორდება. მაგალითად სამადაშვილი და გარბაული წევრები ოპოზიციის ბრიუსელში იმყოფებიან. აი რას ნიშნავს ყოველდღიურად? მეორდება იგივე, რაც შარშან ივნისში გადაწყვეტილების მიღებამდე ხდებოდა, მაშინაც სოროსის ფონდის წარმომადგენლები სტატიებს წერდნენ. წელსაც ხედავთ, რომ სოროსის ფონდი, გრასი პირდაპირ ქვეყნის გარეთ ახდენენ ლობირებას, აზრის, რომ არ იმსახურებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამიტომ ერთადერთი და თუ მაინც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, აქ უნდა მოხდეს რაღაცნაირად ან გამიჯვნა ეს არის ხალხი იმსახურებს, ან დაწესება დამატებითი პირობების, რომ რუსეთს სანქციები დაუწესო და ასე შემდეგ. სინამდვილეში ამ ხალხს არ უნდა საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი ქართული ოცნების პირობებში. ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც სოროსის ფონდს, გრას და რამდენიმე NGO-ს აქვს, ისინი ამას არც მალავენ. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე მან თქვა პირდაპირ, რომ ერთი ისინი უცხოელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებთ საქართველოს, აუცილებლად ჩაწერეთ, გამიჯნეთ, რომ არაფრის შემთხვევაში არ იმსახურებს ამას ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ქართული ხალხი იმსახურებს და მისი არჩეული ხელისუფლება არ იმსახურებს და მეორე, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა მაშინ თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა მომავალ არჩევნებში. პოლიტიკური მიზნები აქვთ რამდენიმე NGO-ს და თავისთავად ამ პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ეფუძნება ეს სტატიები. მე ერთი რამე მაწუხებს ზოგადად, რომ კიდეც ცდილობენ მათი დონორები, რომ რაღაცნაირად წარმოაჩინონ ისინი, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი. სიამოვნებაში არც ერთ საზოგადოების, არც ერთ სეგმენტს, არც ერთ ჯგუფს ისინი საკუთარი თავის გარდა არ წარმოადგენენ, ყველაზე მეტი ვისაც ისინი წარმოადგენენ, აი ეს რამდენიმე ელიტური NGO, ეს არის მათი დონორი. ისინი თავს ანგარიშვალდებულად თვლიან საკუთარი დონორების მიმართ, უცხოელი დონორების მიმართ და არანაირ პასუხისმგებლობა მათ ქართული ხალხის მიმართ არ აქვს. მათ სურვილი არის ხელისუფლების შეცვლა და რა თქმა უნდა, ამიტომაც ისინი ცდილობენ, რომ რაიმენარად ჩაშალონ კანდიდატის სტატუსი. სამადაშვილი ბრიუსელში იმყოფებიან ხო? ამ დროსაც ისინი იმყოფებიან. კიდევ დღეს ეს არის ნიშნავს და რას ემეთქვალებს? ბოლო გაბრძოლება და შტურმი კანდიდატის სტატუსზე. ეს შტურმი მიიტანეს მათ შარშან ივნისში სხვა რამე კი არ ხდებოდა, გაიხსენეთ არქივები ნახეთ, ზუსტად იგივე ხალხი სტატიები იწერებოდა, განცხადებები კეთდებოდა, ბრიუსელში ჩადიოდნენ. შარშან ეს შტურმი იყო წარმატებული, მათ შეძლეს რომ გარკვეული მცდარი აღქმები ჩამოეყალიბებინათ საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში და ამ შედეგს მიაღწიეს შარშან რამდენიმე NGO-მ და ოპოზიციამ, რომ დააჩაგრინეს უსამართლოდ საკუთარი სამშობლო სხვებს და ეხლა ხედავთ ამ ცდილობას, რომ ისინი ცდილობენ რომ კვლავ დაიჩაგროს საქართველოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზე საქართველოს მეგობრების ხმა უფრო ძლიერი იქნება და სწორედ ეს უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე არამეგობრების ხმა და საბოლოო ჯამში მივიღებთ. აი დიდი ხანია და წეგან თქვენ თქვით ბატონო შალვა, რომ სამი შესრულებული რეკომენდაცია ეს არის ზაფხულის მდგომარეობა და გაცილებით მეტი იქნება ახლა შესრულებული, ასევე აღნიშნეთ, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც არის განგრძობათ პროცესში, ასე ვთქვათ, შესასრულებელი. აი თქვენ მაინტერესებთ ახლა რა მოლოდინი გაქვთ, რამდენი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და რომელია ის საკითხები, აი დეპოლარიზაციაზე თქვით მაგალითად, მაგრამ ამის გარდა კიდევ რომელია ის საკითხები, რომელიც განგრძობათ პროცესში უნდა შესრულდეს და რომელზეც ევროკომისია შეიძლება გქონდეს დამატებით. მე მგონი წელიწად ნახევარმა ერთი რამე გვასწავლა, არითმეტიკა აქ არ არის გადამწყვეტი. შარშან ივნისში მოლდოვამ და უკრაინამ 7 და 9 რეკომენდაცია მიიღეს და კანდიდატის სტატუსის მიიღეს. ანუ არითმეტიკა კი არ არის, რამდენი რეკომენდაცია გაქვს. აქ თავარი არის შეფასება, რამდენად პოზიტიურია და დინამიკაში რამდენად პოზიტიურად აფასებს ევროკავშირი ამა თუ იმ ნაბიჯებს. ამიტომ აქ მნიშვნელობა არითმეტიკას არ აქვს, რამდენი
რეკომენდაცია ჩაიხურება ასე ვთქვათ და ითქმება რომ კარგით აქ უკვე მორჩა მეტი არაფერი არ არის გასაკეთებელი და რამდენზე ითქმება რომ გაკეთდა რაღაც ნაწილი და ეხლა მაგალითად დეპოლარიზაციაზე ხა როგორ ვქნათ რომ ის არის არ ვერ გეტყვით დაველოდოთ შეფასებს კიდევ ერთხელ არის საკითხები რომელიც მაგალითად აქვს საკანონმდებლო გადაწყვეტა თქვა ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით რაღაც კანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ ანტიკორუფციული მიმართულებებით მივიღეთ ცვლილებები ეს არის საკანონმდებლო ნაწილი ამ საკითხის მაგრამ მეორე არის უკვე ასე ვთქვათ ამ პროცესის პრაქტიკაში დანერგვა უკვე ამ საკითხების და რა თქმა უნდა რაღაც საკითხებს დააკვირდებია ნახოთ კიდევ ერთხელ მთავარი ჩვენ როგორც იცით ინიცირებული ვარ გარკვეული ცვლილებები ასე რომ ჩვენ ეს კიდევ ერთხელ პროცესია ევროკავშირთან ურთიერთობის ჩვენ არათუ 252 გვექნება შესასრულებელი ასოცირების შეთანხმებაში იმდენი საკითხი არის დარჩენილი დირექტივები შესასრულებელი რომ ჩვენ არ დაგვავიწყოს ამ 12-ზე რომ კონცენტრირდებით სინამდვილეში იმდენი საქმეა გასაკეთებელი ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შევასრულეთ რაც დიდი მიღწევა არის მაგრამ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ შესასრულებელია მილიონი დირექტივაა გადმოსაყრელი ინიციატივასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ რაც შეეხება პარლამენტის წევრების ხელფასების ზრდას ანუ ეტაპობრივად რომ ცოტა რაოდენობით გაზრდილი იყო ეს ხელფასები კიდევ არ იქნებოდა ეს თვალშიცაც ცემით თუმცა ვხედავთ რომ სადღაც 4,000 ლარი გაიზრდება ერთიანად ხო როგორ რა ინფორმაცია გაქვთ პარლამენტის შემდეგ შეიძლება მთავრობის წევრებსაც გაეზარდოთ ხელფასები და რით იხსნით ამ ყველაფერს რომ პენსიონერებს რაღაცა 20 და 50 ლარი უხდით პენსიას ხალხს რა ვიცი ძალიან უჭირს და ამ დროს პარლამენტის დეპუტატები თანაც 28 მილიონერი ყავს პარლამენტში 4,000 ლარი უპირველეს ყოვლისა ეს არის ხელფასის და ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან რომელიც 2017 წელს დადგინდა და მაშინ პარლამენტმა არ მოახდინა პარლამენტის წევრების ანაზღაურების ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხვა საჯარო მათ შორის პარლამენტის აპარატში ეს მოხდა. ამიტომაც არის რომ დღეს პარლამენტის აპარატის თვალწინ 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს ვიდრე პარლამენტის წევრ დეპუტატს. ამიტომ ეს დისპროპორცია არსებობდა. გარკვეული აი სწორედ მათ შორის ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამო ასე ვთქვათ ეთქობა წინა პარლამენტები თავს იკავებდნენ ამ შესაბამისობაში მოყვანას და მე ვფიქრობ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამიტომაც მე ვარ პირადად ინიციატორი ამის მნიშვნელოვანი არის რომ როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი რომ იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აქ ანაზღაურება იყოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ამიტომ მათ შორის არ იყოს საუბარი თითქოს რაღაც მიმდინარე პარლამენტს ეხება მომავალ პარლამენტს შეეხება ეს და ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს იმის ცოდნით რომ თუ რა პოზიცია იქნებათ რა ხელფასი იქნებათ და ასე შემდეგ ეს არის შესაბამისობაში მოყვანა რაც შეეხება მთავრობის და სხვა საკითხებს ვერ გეტყვით აქაც ნახვა უნდა ეს დისპროპორციები არსებობს გარკვეული სახით პარლამენტში ეს არსებობდა მე ვერ გეტყვით სხვა სტრუქტურებში როგორ არის მაგრამ თუ სადმე საჭირო იქნება კოეფიციენტებთან ზოგადად შესაბამისობაში მოყვანა ეს მნიშვნელოვანია კოეფიციენტი რაც შეეხება კიდევ ერთხელ შესაბამისობაში მოყვანა ეს არის ნაწილი თლიანი პროცესისა ეს თქვენ იცით რომ საჯარო სექტორში ანაზღაურება ბოლო 3 წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა იცით რომ ბოლო ცვლილებებით ბიუჯეტში რაც არის შემოტანილი მათ შორის პენსიებზე განსაკუთრებით ეს ეხება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და ასე შემდეგ პენსიების ზედაზღვარი ზოგადად საჯარო მოხელეებს ზედაზღვარი 560-დან აიწია 1000 ლარამდე ან ყველა სექტორს ეხება უპირველეს ყოვლისა შესაბამისობაში მოყვანა ყველგან ხდება პროპორციულად შესაბამისი მოყვანა რაც შეეხება კიდევ ერთხელ პარლამენტის წევრებს 2000 კიდევ ერთხელ ხაზგასვით 2012 წლიდან 13 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა 10 წელია ერთეგივე ანაზღაურება არის იმ პირობებში როდესაც სხვა სექტორებში იზრდება კიდევ ერთხელ აპარატში 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს ვიდრე პარლამენტის წევრს ესეთი დისპროპორციები გვაქვს და შესაბამისობაში მოყვანა ხდება 2017 წლის მდგომარეობასთან ასე რომ ვფიქრობ რომ ეს აქ არ არის ახლა ესეთი საკითხი გასაგებია რომ შეიძლება რიცხვებით მანიპულირება და რაღაც ემოციებზე თამაში მაგრამ ამას რეალისტურად უნდა შეხედვა
შესაბამისი ანაზღაურება უნდა იყოს საჯარო სექტორში, ამიტომაც ზრუნავს სახელმწიფო საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდაზე 10% იქნება ეხლა მომატება. რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, აქაც ეს პარლამენტი ჩვენ თავს არ უზდით ხელფასს, მომავალ პარლამენტს ექნება შესაბამისი ხელფასი. აი პენსიები რამდენად შესაბამისობაშია, ბატონო შალვა, როგორ ფიქრობთ და როდის მოვა შესაბამისობაში? განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საუბრობს, რომ ქართულ ოცნებას სტატუსი უნდა არჩევნების მოგებისთვის და რომ ხალხმა ძალიან ბევრი დაკარგა ამ ხელისუფლების პირობებში და რომ ივანიშვილი იყო წინააღმდეგ ამ პროცესში. აი როგორ პასუხობთ თქვენ რას ეკუთვნით ანუ ვიცით უკვე მე მგონი საზოგადოებაში კითხვები აღარ არის ევროპარლამენტში არის რამდენიმე წევრი რომელიც პირდაპირ თავს ესხმის ქართულ ხალხს არ არიან ისინი ქართული ხალხის მეგობრები არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ნუ ეს არის პრობლემა ის ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართული ხალხის მეგობარი და აი ეს ჩანს ყოველთვის პრაქტიკაში ამიტომ ნუ მივახცევთ ძალიან დიდ ყურადღებას ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ მონიჭების საკითხი ამას წყვეტს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სიტყვიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოს სააკაშვილის საუბრობს რომ ახალი წევრებია საჭირო პარტიაში ეს ხომ არნიშნავს რომ ძველ წევრებს აღარ ენდობა სააკაშვილი და ასევე ხომ არ დაიწყება ახლა აი რაღაცა სულუქით ვაჭრობა რომ ვინც მეტს გადაიხდის ის იქნება ამ პარტიაში ახალი წევრი და ეგრეთ ზოგადი პრობლემა ნაციონალურ მოძრაობის გამეორდები და არის არა მათ წევრებში და ლიდერებში, არამედ იმ იდეოლოგიაში, რომელსაც ეფუძნება ნაციონალურ მოძრაობა. ნაციონალურ მოძრაობა არის ძალადობრივი იდეოლოგიის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მაშინ, როდესაც იყო ხელისუფლებაში, შექმნა ძალადობრივი სისტემა, ეხლა ოპოზიციაში არის და ეხლა ვერბალური ძალადობის და დეზინფორმაციით გამოირჩევა. ეს არის მათი იდეოლოგია, არის ძალადობა, დეზინფორმაცია და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებიან სახეები ნაციონალურ მოძრაობის, თუ კი მათი არსი იქნება ერთი. ერთ-ერთი რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ 20 დეპუტატი რომელიც დღეს ყავთ, როგორც ჩანს, უმშევარი რჩება. ანუ მე ხარ ზოგადად ფულის არსი ნაციონალურ მოძრაობაში მე მგონი უკვე თვითონაც გამოიტანეს, ოდესაც სხვადასხვა ოლიგარქები, ხან მიხეილ სააკაშვილი, ხან დავით კეზერაშვილი ეუფლება პარტიას და მასზე ზეგავლენა სახდენს ფულით. ტიპიური მაგალითია ოლიგარქიული მმართველობის, რასაც შეხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში, ტიპიური მაგალითი არის გავლენებით ვაჭრობისა, რასაც შეხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში. ამიტომ რა თქმა უნდა ფული და ძალადობა ეს არის უპირველეს ყოვლისა ნაციონალურ მოძრაობის დამახასიათებელი. მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას ისაუბრა იმის თაობაზე, რომ პარტიას, ვინ ძირს უთრის და არყევს პარტიას დაეტოვებინათ პარტია, დღეს დაზუსტა და მედიას არ გულისხმობდიო, მაშინ როდესაც პარტიის ერთი ნაწილი ამბობდა, რომ მედია იყო, სწორედ მისი განცხადების ობიექტი. ეხლა ვის მხარეს იხება სააკაშვილი, რას ატყობთ თქვენ, მელია, ხაბეიშვილი პარტიის სადავიდან არ უნდა ხელიდან არ უნდა რომ გაუშვას, აი რა ხდება საერთოდ ამ პარტიაში ამ მიმართულებით? რა ვიცი, რა გითხრათ, ერთი მეორეზე უარესია მათი პარტიისთვის და ერთი მეორეზე უკეთესია ჩვენთვის, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ ჯამში. აი ეს არის, რაც არის ნაციონალურ მოძრაობა, რასაც ჩვენ უყურებთ, ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში, ასეთები არიან ისინი ოპოზიციაში. ეს არის სამწუხარო პრობლემა ჩვენი საზოგადოების, რომ ყავს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ძალადობას, დეზინფორმაციით, სხვების ღირსების შელახვით გამოირჩევა, ამიტომ რა თქმა უნდა ის ვინც დგას ცუდ გზაზე, შიგნითაც არეული ექნება მდგომარეობა. ევროკავშირის და ასევე წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან, შეხვდებიან ილია დარჩიაშვილს, თქვენ უშუალოდ როდის შეხვდებით მას და რას შეეხება აუდიენცია, რა იქნება განხილვის მთავარი საკითხები? კი, მეც მაქვს შეხვედრა ჩანიშნული, გვექნება რა თქმა უნდა საუბარი ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე და მომავალზე, იმაზე თუ რა გაკეთდა საქართველოში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, არა მხოლოდ რეკომენდაციების ფარგლებში, არამედ ზოგადად ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, რამხელა პროგრესი მიაღწია საქართველოს, რამდენად ახლოს ვართ ევროკავშირთან, რამდენად წინ ვართ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან შედარებით სხვადასხვა პარამეტრებით, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით 6 წევრს უსწრებთ ევროკავშირის წევრს უსწრებთ და
კანონის უზენაესობის მაჩვენებლით ევროკავშირის 2 წევრს ვუსწრებთ. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი გვაქვს სათქმელი ჩვენს პროგრესზე და ასევე გვექნება საუბარი და მექნება რა თქმა უნდა თხოვნა რომ მათი პოლიტიკური მხარდაჭერა გქონდეს დეკემბერში. თავისთავად რა თქმა უნდა ჩვენ ყველა საუბარი ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ბოლო წელიწად ნახევარი ეხება იმას რომ ერთი რომ აუხსნათ რომ ეს იყო დიდი შეცდომა როდესაც გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართ არ იყო მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით არამედ რაღაც აღქმებზე დაყრდნობით და ეს შეცდომა გამოსასწორებელი არის და ჩვენ წილ საქმეს ვაკეთებთ ამისთვის და მნიშვნელოვანი არის რომ ევროკავშირს თავისი ნაბიჯი გადავიღოს. ამ კვირაში გიორგი გახარიას პარტია ამასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ გიორგი გახარიას პარტია ამ კვირაში უკვე მეორე ადამიანმა დატოვა კი ამ კითხვას გისვამთ უკვე მეორე ადამიანმა დატოვა გახარიას პარტია ამ კვირაში თანაც რომ გადიან პარტიიდან ხო ამბობენ რომ ახლახანს აღმოაჩინეს რომ გახარია არის მათ თუ არა დღეს მეორე ადამიანმა დატოვა პარტია და ამბობს რომ ვერდია სიჭინავა მას პირადი ცხოვრების გასაჯაროებით ემუქრებოდა თავად გახარიას პარტიაში აცხადებენ რომ სუსი დგას ამ ყველაფრის უკან და სუსი თავად ამ ადამიანებს აშანტაჟებს და ამ ადამიანების მოსყიდვას განახორციელებს რომ როგორმე მადისტრეტებელი კამპანია განხორციელდეს გახარიას პარტიაზე. აი რას ფიქრობთ თქვენ? პოლიტიკური პარტია რომლის დაფუძნებაც დამყარებული იყო რენეგატობაზე, რა თქმა უნდა, განწირულია რომ შიგნით ეყოლება რენეგატები. ასე რომ ეს არის ბედისწერა ამ პარტიის და შესაბამისად ასეც გაგრძელდება ჩვენ ნახეთ ეტაპები, როდესაც განუდგნენ პარტიას ადამიანები და ასეც იქნება, იმიტომ რომ საერთო ჯამში როცა სიყალბეზე რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია გასაგებია რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია, მით უმეტეს საუბრობენ იმაზე თუ როგორი დამოკიდებულება არის. არ მინდა ძალიან ჩავეძიო ამ საკითხებს, მათ შიდა პრობლემა არის. პრობლემა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის არის ის, რომ არის პოლიტიკური პარტია, რომელისთვის რენეგატობა არის მე ვერ გეტყვით დეტალებში მე ვერ ჩავეძიები, არ ვიცი, ერთმანეთში გაერკვნენ, ვინ რატო წავიდა და რა იყო. გასაგებია რა საგვერველია რომ მაშინ როცა ტოვებენ მე ახსენდებათ ახლა ვინ რა როგორ იყო, მაგრამ თვითონ გაერკვნენ ერთმანეთში. რენეგატი იყო გახარია. მე ვთქვი თვითონ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ვთქვი და დანარჩენი ჩვენ ნახეთ სხვადასხვა რეგიონებში, რომ იგივე რუსთავში და ასე შემდეგ გახარიას პარტიის ნაციონალურ მოძრაობასთან და სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი და ეს სიზიგურიც ამას ამბობს, რომ კოალიციის შექმნას ვეწინააღმდეგებოდი მე ნაცებთან და ამის გამო განხორციელდა ჩემზე ზეწოლა. აი ზოგადად ამ თანამშრომლობას როგორ ახასიათებთ? მე მგონი დაღიარებენ ახლა მართალია ძალიან იპრანჭება ახლა პარტია საქართველოსთვის რომ არ ვართო კოალიციაში, მაგრამ ახლა მეორე პარტნიორი ამბობს რომ პარტნიორები ვართო და ახლა ერთი პარტნიორი ვარყოფს, მეორე ამბობს რომ ვართო პარტნიორები. ასე რომ აღიარონ ეს პარტნიორობა და ასე უფრო მე მგონი პატიოსანი იქნება ქართული ხალხის წინაშე. საკმაოდ ძიმე ბრალდებები დავაზუსტებ ამ თემას. საკმაოდ ძიმე ბრალდებები გაიცნო თავად ბერძენიშვილის მხრიდან, სიკინავას კაპიჟინაძის მისამართით, რომ პირადი ცხოვრების ხდებოდა მათი შანტაჟი. უნდა დაიწყოს. ხო, არ ვიცი ხა ეს შესაბამისო უწევ ამიტომ ამბობ ხა იქ დეტალებში რთულია გაერკვე ვინ ის ერთმანეთს აბრალებს. თავარი არის ის რომ თვითონ ორგანიზმი როცა არ არის პოლიტიკური ორგანიზმი არ არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა იქ პროცესებიც ვერ იქნება ჯანსაღი. ბოლო კითხვა რა რაც მოხდა, ვიხილეთ რომ მერის და საკრებულოს თანამშრომლებმა 5,000 ლარიანი შემოწირულობები განახორციელეს ნაციონალურ მოძრაობაში. თქვენ გიჩნდებათ თუ არა კითხვის ნიშნები ამ გადარიცხებთან დაკავშირებით? თავისთავად ხო ჩანს რომ რაღაც პროცესი შეარყო, არ ვიცი ხა ამას დეტალურად უნდა
გამოკლება, მაგრამ ფაქტია, რომ შავი ფული ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში ვნახეთ, რომ არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს და ეს პრობლემა არის ჩვენ პარტიებთან დაკავშირებით და სწორედ ასეთი საკითხები, იმიტომაც ხდება ხოლმე საჯარო, რომ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეს ხდის პარტიების შემოსავალს და გასავალს და აქ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომლითაც შეიძლება ასე ვთქვათ, ასეთი დარღვევები გამოვალვინოთ. სამწუხაროდ, NGO-ების შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა რომ სწორედ ასეთივე გამჭვირვალობა ყოფილიყო და მაშინ ნახეთ, რომ რამდენიმე დაინტერესებულმა NGO-მ და დონორმა დეზინფორმაციული შტურმის შედეგად ჩაშალეს კანონის მიღება. ამიტომ არ ვიცით ზუსტად რა როგორ არის, ესე შემთხვევით ვიგებთ ხოლმე რომ თურმე პარტია დროას აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი, რაც კანონით აკრძალულია, მაგრამ როგორც ჩანს მაინც ხდება. ამიტომ გამჭვირვალობა ამიტომაც არის კარგი, რომ ასეთი საკითხები გავიგოთ და გავერკვეთ, ხა იქ დარღვევა იყო, არ იყო, არ ვიცი, ხა ეს თვითონ უნდა ისაუბრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აძლევს საშუალებას საზოგადოებას, მედიას და პარტიებს, რომ იმსჯელონ ამა თუ იმ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ერთი დაზუსტება მაქვს, იცით რა მინდა რომ გითხრათ, აი არსებობს, ანუ აცხადებენ ესეთ რაღაცას, რომ სტატუსი ქვეყანას შეიძლება ჯერ მარტო მხოლოდ იმიტომ ისწრება, რომ თუ არ მოგცემენ კანდიდატის სტატუსს, საზოგადოებაში იქნება ნიჰილიზმი, ანტიევროპული განწყობები და ამ ნიჰილიზმის საფუძველზე ქართული ოცნება უფრო მეტად გააღვივებს ქვეყანაში პრორუსულ განწყობებს და უფრო მეტად ითანამშრომლებს რუსეთთან. იქნება გზავნილი, რომ დასავლეთთან დატოვა საქართველოს. და აი ამას ქართული ოცნება გამოიყენებს იმისთვის და რუსეთი გამოიყენებს, რომ ხელისუფლებაში რაღაცა თავისი გავლენები და პრორუსული გზავნილი. ანუ ზოგადად, რა თქმა უნდა, უარყოფით გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი შედეგი ექნება და ეს შარშან მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჩვენ გქონდა საუბარი, რომ ეს რა თქმა უნდა ბევრი განზომილებით არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. მთავარი რატომაც ის არ იყოს სწორი და მთავარი მიზეზი რატომაც არის სწორი კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რომ საქართველო არის უფრო წინ ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და კიდე ბარი 1-2 კანდიდატი თუ წევრი ქვეყანა. ამიტომ არის მთავარი მიზეზი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისა არის დამსახურებაში. საქართველოს ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ამის აღიარებას ვველით ჩვენ. ამაზე ლაპარაკეთ მომავალში. მადლობა.